მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდე, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. მოახლოვდა ქორწილების სეზონი და შესაბამისად ჩვენც გადავწყვიტეთ დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზოთ თემა, რომელიც სწორედ ქორწილებს უკავშირდებათ, განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ის ადამიანები, რომლებიც პატარძლები უნდა იყოთ. მოკლედ, დღევანდელ გადაცემაში მოგცემთ ძალიან სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ საქორწინო კაბა ისე, რომ იდეალურად გამოიყურებოდეთ თქვენი სხეულის ფორმის, კანის ფერის, თმის და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველა დეტალზე ვისაუბრებთ, რომელიც გაგიმარტივებთ საქორწინო კაბის შერჩევას. ამ ყველაფრისთვის ვესტუმრეთ მარიგოლდს და მარიგოლდის დამფუძნებელი თამარ ნადირაძე გირჩევთ ყველაფერს, რაც საქორწინო კაბის შერჩევისას უნდა იცოდეს და უნდა გაითვალისწინოთ. მოგესალმებით თამარ, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ძალიან მომენატრეთ ამას მაყურებლის. ჩვენ ძალიან დაგვიწყეთ. მაყურებლის წინაშეც აღნიშნავ და ძალიან სათუთ თემაზე უნდა ვისაუბროთ, როგორიც არის ქორწილი და საქორწინო კაბის შერჩევა. ერთია, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობდეთ და თავდაჯერებულად სამოსში და მეორეა ის პროცესი, რომელსაც ამ ყველაფრამდე მივყავართ, ხო? ძალიან ესეთი საკითხია სხეულის ფორმები და ბოლო პერიოდში რატომღაც აი სამოსის შერჩევაც აქტუალური ხდება ამ სხეულის ფორმების მიხედვით. ზოგადად არსებობს სხეულის 5 ფორმა და აქვს თუ არა ამ შემთხვევაში, როდესაც საქორწინო კაბებზე ვსაუბრობთ, ამ სხეულის ფორმებს მნიშვნელობა და იმას თუ როგორ ავარჩევთ საქორწინო კაბას ჩვენი სხეულის აგებულების მიხედვით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეხლა რამდენად 5 ფორმა არსებობს და არა მეტი, ამას ვერ დაგიდასტურებთ. უბრალოდ ის, რომ ყველაზე და ძალიან მთავარია ფორმები საქორწილო კაბის არჩევის დროს, ეს არის ძალიან კარგად დასმული კითხვა და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ალბათ 67 წლის განმავლობაში პირველად მესმის ესეთი შეკითხვა და მადლობა ამ კითხვისთვის. ისეთ რა არის, ყველა ნაწილი არის ჩართული კაბის არჩევის დროს. დაწყებული სახის ოვალიდან, ბეჭების წყობიდან, როგორი ბეჭია განიერია, ვიწრო, მერე წასული წელზე, შესული წელია, თეძოების წყობა, ფორმებით, უკანა მხარე, ყველაფერი თამაშობს ძალიან დიდ როლს. რადგან კაბების მიმართულება არის საკმაოდ ბევრი და არის შტრიხები, რომელსაც უნდა ძალიან სიზუსტე და დიდი დაცვა. აი ხანდახან ერთი პატარა შეიძლება ნახევარმა სანტიმეტრმა იმხელა როლი ითამაშოს, გნებავთ წელის გინდა გულის ფორმის კონსტრუირების დროს, რომ აი შეიძლება აი ძალიან კარგი გაფუჭდეს და არც თუ ისე კარგი გამოჩნდეს. აი თუნდაც ქალთევზას ფორმის კაბები, ხო? აი ზუსტად იმ ქალთევზას აქვს რამოდენიმე მიმართულება, არის სწორი გოდე, ბოლოში გათლილი შედგმული შესწინი, ანუ ძალიან ბევრი მიმართულება აქვს და სხეული აბსოლუტურად შეიძლება იდეალური სხეული არასწორად შერჩეულმა ქალთევზას კაბამ წაშალოს რა მხრივ, ანუ გამოაჩინოს უფრო მკვეთრად რაღაც ის ნაწილი სხეულის, რომელიც სხვა მიმართულებაში აბსოლუტურად არ იკითხება და აქ პირიქით ზედმეტად გამოდის და ადრე სანამ ინტერნეტ სივრცეზე შემოიჭრებოდა, როდესაც მოდიოდნენ გოგონები ამბობდნენ, რომ აი მე კი მინდა ესეთი კაბა, მაგრამ თქვენ რას მირჩევთ? რა მომიხდება? აი ეს წინადადება ეხლა დაიკარგა. ისეთ მე მინდა და მე უნდა ჩამაცვა ის რაც მე მინდა. კი ბატონო, ჩაგაცმევ იმას, მაგრამ აი თუნდაც მაქმანის კაბა, ხო? მასალასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მასალას, რა მასალაა, შენ რა გიხდება? მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი გრანდიოზული კაბის, რომელიც სულ მაქმანით იყო, ელისაბის მაქმანით აწყობილი, იმ ქორწილიდან მოვიდა მომხმარებელი, რომელიც თვალდახუჭული, ეს გამონაკლისი შემთხვევა, რომელმაც თქვა, რომ მე ეს მინდა და მზად ვარ და საკმაოდ დიდ ბიუჯეტიანი იყო და არანაირად არ მოუხდა გოგონას. მოუხდა ჭული
როცა უნდა გასაოცარი იყოს და წულზე მარგალიტები. ეს იყო მისი, სადაც იყო განუმეორებელი, იმიტომ რომ დანარჩენში დიახ, აი ეგ არის წამი, როდესაც ვითყვით ხოლმე, რომ აი ამ წამისთვის ღირს ცხოვრება. და წამოყვა მიუხედავად იმისა, რომ ის იმ ბიუჯეტის ნახევარი იყო, რაც მას ჰქონდა გათვლილი. აი აქ მოკლედ რომ გითხრათ ჩემი გადმოცემა, მე სულ ვიძახდი, ეს არის ჩემთვის ხელოვნება. მე აქედან არ მიშოვია, ალბათ როგორც ბიზნესმენი ცოტა არ შევდექი ამ ხრივ, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის ხელოვნება და გოგონას ვხედავ როგორც სურათი აღვიქვა. რომ გაწყვეტინებთ, ზუსტად ამით შედექი. ხო, არ ვიცი, ხო, ალბათ, იმიტომ რომ ხანდახან რომ ვერ ვაგებინებთ, რომ მოდიან ეს მინდა და რომ მისი არ არის, გვიბრაზდებიან ხოლმე, ხო და აი რაღაცა გული მწყდება ხოლმე ვიტყვი ხანდახან აღარ ღირს აქმუშაობ. თამარ, საერთოდ ძალიან კარგი საკითხი შეეხეთ, რომელზეც მინდოდა ცოტა ბოლოსკენ გვესაუბრა, მაგრამ რადგან შევეხეთ, მოდი გავამახვილოთ ამაზეც ყურადღება. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, როგორი განწყობით მოდის თავად მომხმარებელი და როგორი განწყობით ხვდება მას კომპანია, რომელმაც ფაქტობრივად მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი დღე უნდა გაალამაზოს. იცით რა, ჩვენ მაქსიმალურად, ყველა ჩემი თანამშრომელი მაქსიმალურად შემოსულს ვხდებით ღიმილით, თბილად, ხანდახან ვიძახი ხოლმე ალბათ ესეც არ არის საჭირო, ვერ გავიგე, მაგრამ მე თვითონ ეგეთი პრინციპი მაქვს. იქ სადაც არ მიღიმიან, არ მესალმებიან და რაღაც, აი არ მსურს შემიძლია ძალიანაც მომწონდეს ნივთი, არ ვიყიდო და გამოვიდე. ვხდებით ასე, მაგრამ შემოსულსაც ალბათ უნდა არ გადაგიყვანოს იმ რელსებზე, რომ ისეთ იყოს, რომ აი ეს ყველაფერი თქვა, არა, ეხლა უნდა წარბები შევიკრებ, მოვთოკო, იმიტომ რომ ეს არის სასიამოვნო პროცედურა, რამდენჯერ იცი ვიტფენთ, ვეუნებით, გაიღიმეთ. მოდი ხარ საქორწილო კაბის შესარ, მე ის რომ დაიღალე, დაკანცული ხარ, მაგრამ ეს ხო ერთადერთი დღეა. ზოგი ცხოვრებაში შეიძლება 4 და 5 ჯერ იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც აქცენტი გვაქვს იმისკენ, რომ მარიგოლდის ყველა დედოფალი იყოს ბედნიერი და მის ცხოვრებაში იყოს ეს ერთი დღესასწაული. და რაღაცა ღიმილით, კარგი განწყობით, კარგი აურით უნდა შემოხვიდე და არა მძიმე რაღაც, იცი? ამას სამოსიც გრძნობს, ჩვენც ვგრძნობთ და რა ვიცი, აი ყოველთვის ვიძახი, რომ აი უნდა იყვნენ ბედნიერები. არ ვიცი, რამდენად სწორად, თუ რაღაც მე თქვენ შეგიძლიათ ეს საერთოდ ამოიღოთ, მაგრამ ესეთი ფაქტი მქონდა. დედა გარდა მეცვალა, 15 წუთის მოსვენებული ყავდა საავადმყოფოში და მირეკავს მომხმარებელი და მეუბნება, იცით რა მე მინდა მოსვლა, ვეუბნები, ესეთი ფაქტი მაქვს, სულ 15 წუთი მე მინდა კაბის არჩევა, ვეუბნები, მოგემსახურები, არა მე მინდა თქვენ იყოთ. და აი შეხვედრაზე შავები გამოვიცვალე, მაინც მეთქი არ აღიქვა სხვანაირად, თუმცა მაინც მომსახურების სფეროში ჩვენთან შავი ფერი კარგად იკითხება, იმიტომ რომ გამოჩნდეს ეს მსოფლიო სტანდარტია, გამოვიცვალე, მოვედი გაღიმებული, ესეთი ბედნიერი სახით, 1 წუთით რომ მას არ ეგრძნო ის, რომ მე აი ესეთი ტრაგედიის წინაშე ვიყავი. ანუ ეს მაგალითი რისთვის მოვიყვანე, იცით რომ თუ ვინმე არ გაგვა, იცი ჩვენს მოთბინებასაც არ ვიცი, ალბათ რამხელა საზღვარი. უბრალოდ ერთი რამე მინდა, რომ მოდიხარ, იყავი ბედნიერი, მოგეწონება, არ მოგეწონება. ისიც რა არის, მე მაინც ფიქრობ, რომ ამ დროს ინტელექტი, კულტურა, ხასიათი, ხო ეს თქვენთვის არის კარგი, თორე ჩვენ ამას ყველაფერს მოვითმენთ, ავიტანთ. მიჩვეულებიც ხარ თუ. ისიც რა, რაც ბედნიერებას გაცემთ, ეხლა სულ ინტერნეტში ეს არის, რომ სიტყვასაც კი დიდი მნიშვნელობა, განწყობასაც კი დიდი მნიშვნელობა. თუ ვამოფერწინადებას თქვენ რო გინდათ ლამაზი იყოთ, გაცილებით მეტად გვინდა ჩვენ. ამიტომ რა ვიცი, იმას ვიტყოდი, რომ თუ კი მარტო მე არა, ყველა სფეროში პროფესიონალებს მიენდობიან, რომლებსაც ძალიან ეპრესტიჟება და უყვარს თავის საქმე, დამიჯერეთ, რომ მიიღებენ იმ შედეგს, რასაც მიიღებენ. თამარ, მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი საქორწინო კაბა და ჩემი ქორწილის დღე, კაბა, რომელიც 5 დღეში შეიქმნა. და რომელიც თავად თქვენი ხელით შეასრულეთ, რაღაცნაირად ისე ძალიან დაუგეგმავად, უცებ მოხდა ეს ყველაფერი და აი მართლაც, როდესაც განწყობაზე ვსაუბრობ, ზუსტად ამას მინდა გავუსვა ხაზი. მე აბსოლუტური ნდობა მქონდა თქვენს მიმართ, ზუსტად ვიცოდი რა შედეგსაც მივიღებდი და თამამად ვამბობ ხოლმე იმას, რომ ჩემი ქორწილის დღე მაშინ 26 წლის განმავლობაში იყო ერთადერთი, ალბათ, როცა ყველაფერი იყო იდეალურად, ზუსტად ისე, როგორც მქონდა ჩაფიქრებული და დაგეგმილი და ერთ-ერთი მთავარი როლი ზუსტად კაბამ მქონია ამ
ყველაფერში. თუმცა, კაბასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ვარცხნილობას და მაკიაჟს. როგორ უნდა მოხდეს კაბასთან ვარცხნილობისა და მაკიაჟის შეხამება? ჩემთვის მაგალითად, პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა, ეს სუბიექტური აზრია, ქორწილში წითელი პომადა, ეგრეთ წოდებული წითელი დროშაა. მაგრამ ვფიქრობდი ადრე და მაგრამ ეხლა ძულებული ვარ. არ ვიცი ტენდენციებმა, არ ვიცი მომხმარებლის მოთხოვნამ განაპირობა ის, რომ ძალიან ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, ყველას თავისი მოსაზრება აქვს, ყველას ინდივიდუალური გემოვნება და ყველა პატივსაცემია. თუმცა, ხო, აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ერთი არა მოგწონს, მეორე არა გვიხდება. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის დაბალანსება და რამდენად ერგებით მომხმარებლის სურვილებს? თაკო იცით რა არის? აი ის რომ ვარცხნილობაზე მქონდა და ის რომ ტენდენციებია. მესმის რომ გაქვს იმის თავი რომ გადაიხადო ძალიან დიდი ფული, მაგრამ ჩემთვის უფრო მთავარია გეცვას ის რაც გიხდება, გეკეთოს ის რაც გიხდება და თუნდაც ის ვარცხნილობა, სამკაული თუ რაც არის ამოსი. ბევრი მყოლია ესეთი რომ უახლოესაც რომ გამოუგზავნია და მithქვია იცი ეს არ არის მინდა, კი გინდა, იმიტომ რომ ვიღაცას ეცვა მოხვედი მისი სურათით, მაგრამ აბსოლუტურად გარეგნობიდან დაწყებული ფორმებიდან ყველაფერი განსხვავებული არ გიხდება, ვიღაცას უხდება ის სვაროვსკის თვლები, ის მაქმანი, ვიღაცას არ უხდება. სისადავე რო იძახე, სადაკაბა გონიათ რომ არაფერი არ უნდა ქონდეს. ახლა თქვენი კაბა მაგალითად იყო სადავე სიმე თავის კონსტრუირებით, თავის, მაგრამ მასში იყო იმხელა რაღაც ის მინიმალისტური მაქმანი ჩადებული, მაგრამ იყო ძალიან აკადემიურიც და ნუ აი ყველაფერი იყო მასში ნათქვამი, ხო? არ იყო არაფერი დაკარგული. კიდევ ერთ დავამატებ, ძალიან გამოხატავდა ჩემს ხასიათს. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც დედოფალი ირჩევს, შემოდის და იძახის კაბას, ჩვენ თემაზე გადაუხვიე და მაინც მინდა ვარცხნილობა და აი აქაც ამ ინტერნეტმა მოიტანა და უცხოეთმა გაშლილი თმები. მე 27 წელზე მეტი 28 წელი ამ სფეროში ვიყავი და არ მახსოვს ადრეულ ასაკში თმა გაშლილი დედოფალი, ხო? ნუ მე ალბათ ჩვენც ვეჩვევით მოგწონს ის რაღაც თუ და სულ ვიძახდი ხოლმე იცი რატო აი ხეთ გადახეთ ჩვენ ხო დედოფალი ვართ იმ დღეს. აი დედოფლებს მაინც უხდებათ ეს აწეულეს კისრის მომენტი რაღაც ხო თუ მithumetes თუ ცოტა დაბალი კისერია ყველა ვარიანტში უფრო აწეული თმა გიხდება რაღაც და არა იცი რა ერთმა რო გაიკეთა ასეთმა მეორემ რო გაიკეთა ასე როგორ გითხრათ ახლა მე მახსოვს ჩვენი ერთ-ერთი ცნობილი მომღერალი გოგონა რო გათხოვდა მაშინ აი ყველას ეჭირა მოდიოდა ესეთი ბასკიანი კაბა ეცვა ესეთი მინდა დამიჯერებთ არ გამიკეთებია იმიტომ რომ ამ შემთხვევაში როდესაც ბასკიანი კაბა გადმოდის ფეხსაც უნდა დააკვირდე იმ მოდელს იმ სახიობს თუ მომღერალს რო აქვს თქვათ მეტრა 80 გრძელი ფეხი აქვს ტორსი მოკლია აი ყველაფერი განსაზღვრა და შენ რო კიდე უფრო აი დაბალი და ფეხის წყობა არ არის და ეს არ უნდა დაიმოკლო აი ზუსტად თამაშია პროფესიონალის ის რომ ბრმად არ დაგიჯერა რა თქმა უნდა ჩვენ საათებით გვჭირდება საუბარი ნერვები მოთფენა იმისთვის რომ ზუსტად მივაგნოთ ის რაც ვურჩიოთ ზუსტად და ვიხარჯებით ბოლომდე ამაში მათთვის და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვენი რეკლამა შვენიერი თამარ ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ ქსოვილი კაბის და აუცილებლად მინდა შევეხო ფერსაც თითქოს თეთრი საქორწინო კაბა, ხო? ყველა ასე ვიცით, რომ აი თეთრი ფერი. მაგრამ ამ თეთრსაც აქვს ძალიან ბევრი ტონალობა. ძალიან ბევრია იმაზეც დამოკიდებული, რა ფერის კანი გვაქვს და როგორ უხდება ჩვენს კანის ფერს კონკრეტული ტონალობა, თმის ფერს, თვალის ფერს. კი ბატონო, ხო? აი ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, რა მნიშვნელობა აქვს მსგავს დეტალებს. ძალიან დიდი. პირველი ზუსტად ეს არის კაბის ფერი, გულის ფორმა და მერე მასალა, მაქმანია თუ აი ახლა მაგალითად სულ ვიძახი, ახალი ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია, ხო? და წლების წინ დაახლოებით 2000 წლებში 2000-2001 იყო ატლასის აბრეშუმის სქელი ატლასის ქსოვილები. მე რაღაცა ტოეს დავიწყებას მიეცა, უფრო წინ წამოვიდა, უფრო მაქმანები ეს რაღაც, მაგრამ ეხლა ისევ დაბრუნდა. და არის დედოფალი, რომელიც შემოდის და იძახის მინდა.
და არის მართალი, რომ მართლა უხდება. მაგრამ არის შემოდის, ვინც ამბობს, რომ მინდა, მაგრამ არ არის მისი. აი ეს ატლასის, აი სისადავით და რაღაც აი ამ ფაქტურით შესამოსელი საქორწილო, ხო? თუ უხდება, იქ დამთავრებულია. წულიც, მაქმანიც და რაც არ უნდა ბევრი ვისინჯოთ, მაინც იქამდე მივალ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერს. რაც შეეხება ფერს, თეთრი მინდა, ვეუბნებით ცივი თეთრი, აი შემიძლია ვთქვა, რომ სულ ალბათ 5-6 ყოფილა 3000 კაბაში ცივი თეთრი. იშვიათად ვინმე სუხდება, ძალიან იშვიათად. მე არის აი მარგალიტი, ეყურეთ თქვენ ახლა მარგალიტი გიკეთეთ, მაგრამ ეს არ არის ცივი თეთრი. ხო, აი მარგალიტი, აი ეს ფერი თბილთეთრს ეძახიან. მე არის კრემი, ღია კრემი და ეგრეთ წოდებული სპილოსწulis ფერით. დიახ, ცვეტარისტოკრატული ესე იყო ხოლმე და მე არის კაპუჩინო, მაგრამ ეხლა თუ კი უცხოურ და წამყვან ბრენდებს გავითვალისწინებთ, ჩვენ გქონდა ესეთი ძალიან ესეთი ცნობილი ბრენდი ამერიკაში, მაგის მას ვაკეთებდით, საერთოდ აღარ არის არჩული. აი რატომ იცით, აი გაიხსენეთ ელისააბი, თავიდან ძალიან ძვირფას ქსოვილებს და მაგრამ ეცვათ შიშველ მანეკენებს. ანუ ტანის ფერი იძლეოდა კონტრასტს, სადაც ის მაქმანის სიძვირფასი ამოდიოდა. მაგრამ როგორც კი ის არჩულზე დაიდო, ხო, დაკარგა. ამიტომ ვცდილობთ დედოფლიდან მოთხოვნიდან გამომდინარე, ზოგს უნდა ეს ფერი, გებულობს, რომ ეს აუცილებელია, რომ ის ძვირფასი მაქმანი არ დაიკარგოს, მაგრამ ვიღაცას ვაიმე არა, даже პატარა დეტალი, როდესაც კიდია და ჩანს, რომელიც კანზე მე საერთოდ იკარგება, ხო, აი ცოტა უჭირთ ხოლმე ამის აღქმა. ეხლა ძალიან აი ერთ-ერთი ესეთია, სარჩულის გარეშე ეს კეთდება მხოლოდ წულის ფაქტურებით, რომელიც არის სპეციალური მასალა და საკმაოდ რთულად შესასრულებელია, მაგრამ უცხოეთში აი თქვათ უფრო ამერიკის მხარეს, ისრაელში აი ეს ტექნიკა არის. ნუ რა ვიცი, იცვლება რა თქმა უნდა, ყველაფერი მიდის, მაგრამ საბოლოოდ მაინც მგონია, რომ მაინც ყველაფერი ტრიალ. თამარ, ტენდენციებს შევეხეთ გარკვეულწილად და რა არის 2025 წლის ყველაზე დამახასიათებელი ტრენდი, მოდი გამოვიყენებ ამ სიტყვას, რაც თქვათ აი მომხმარებელს უნდა სწორედ იმის გამო, რომ აი ძალიან აქტუალურია. იცით რა არის? აი აქ თქვა ტრენდი რა არის, ხო? აი ერთადერთი არის ხოლმე გულის ფორმები, ხო? ვიღაცამ რაღაც ცალმხრივის ასული, აი ძალიან ადვილად იციან, ვიღაცამ დიდი ბანტი მოინდო, მამის კაბას უხდებოდა და სხვას როგორ უხდება, ეს კიდე საკითხავია, მაგრამ რაღაც დეტალებს იღებენ ხოლმე, მაგრამ ძირითადად მაინც აი ჩემი 27 წლიანი, 28 წლიანი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ჩემთვის მაგალითად დიდად არაფერი არ იცვლება. რაღაცა შემოდის ახალი მაქმანები, რაღაც ახალი გათანამედროვებული რაღაც დანამატებით გარდა მძივისა და მარგალიტის და ჩიშუას ეძახიან იმას, აი თევზის ფარფლების გარდა კიდევ რაღაც ახალი შტრიხები. და რაც შეეხება, ხო, აი ძალიან აქტუალური იყო, ხო, გაშლილი კაბა, რჩება ატლასი. გითხარით წლების განმავლობაში არ იყო. ნუ წულის გაშლილი კაბა ვისაც უხდება, რა თქმა უნდა, მაქმანები ქალთევზას კაბა იყო, არის და იქნება ყოველთვის, მაგრამ აქაც ვიძახი, რომ კაცრად ზოგჯერ ისეთი ფიგურის გოგონა მოდის და როევნებიან გაშლილი, აი საცოდაობა, ვთქვათ, მისი ფიგურა დაიმალოს, ხო. და ამიტომ თუმცა შეიძლება მაინც მოუხდეს, ხო? არა, მოხდენით მოუხდეს, რა თქმა უნდა. მადაც გამოსავალი უყურეთ დიზაინერებმა როგორ შექმნეს, არის მოსადები, რომელშიდაც სილუეტურად ჩანს შეიფის მომენტი, ჩანს სილუეტურად და არის რომელიც საერთოდ ჩვენ ყავდა მარიამ ხაბურძანია მახსოვს, რომ იყო მთელი ქორწილი აი დაიწყო ძალიან დიდ კაბაში, გრანდიოზული კაბა იყო, ელისააბის მებით გაწყობილი და შუა ქორწილში ეს კაბას ისეთი ტექნიკა ჰქონდა, ეს აი ამ რაღაც და რჩებოდა მოკლე კაბაში. ხო, ანუ ეხლა კაბას იცვლიან. ან და არის რომ აი ეს მომენტი, რომ ქალთევზაც იყოს და ესეც ამის კომბინაცია ხდება. ანუ გამოსავალი აქედანაც არის, რომ თქვათ ისიც უნდა და ისიც. ანუ ტექნიკა ისე დონეზე წავიდა, მთავარია, აი ამას მინდა გაუსვა ხაზი. მთავარია იყოს სურვილი, რა თქმა უნდა, რომ ჩაიცვან საქორწილო კაბა და არა რაღაც აი რაღაც იცი რა არის კულტურაც
მე მესმის თანამედროვეობა, შარვალი რაღაცა წვრილი სარაფიანი ბუგები, რაღაც განსხვავებული ფერის და მაგრამ იცით რა არის? ეს ხო ერთი დღეა თქვენ ცხოვრებაში. აქ გარდა იმის არის კიდე კულტურა, შენ გინდა თუ არ გინდა, საზოგადოებას უნდა ცე ამით პატივი და თუნდაც ის ცოტა ხანი გაიჭირო რო იტყვიან მათი გულისთვის და დამიჯერეთ როცა შვილები და შვილიშვილები დაიბადებიან პირველი კითხავენ როგორი იყავი, როგორი დედოფალი იყავითო და თვითონაც კმაყოფილები იქნებიან ამის და ის ერთი დღე რაღაცნაირად ცოტა ხანი მაინც ის ჯვრის წერის მომენტი და დარბაზში შესვლის მომენტი რო იყვნენ ის რაც უნდა იყვნენ და გაითვალისწინონ თავიანთი ყველაფერი მე სულ ცდილობ რომ კაბა არ გაასწროს გოგონას როდესაც კარგია ერთად უნდა მიდიოდნენ და ამ შემთხვევაში მით ურჩევთ რომ არ გინდა შენ ეს არ გჭირდება კაბა არ აი მე მაინც უნდა გადაგფაროს მიენდონ ხო პროფესიონალებს და სარკეში აი ეს ყველაზე კარგია თუ ოდნავ მაინც შეხედავ ხო აი მიხვდები ამას რომელი ფერია შენი რომელში უფრო მდიდრულებია და მე მაინც ვიძახი რომ აი ხანდახან არის ხოლმე რომ ვიღაც ახლობლები ნაცნობები ერევიან ხოლმე და ცოტა სხვა მიმართულებით იცი მე მაინც ვთვლი რომ ეს დედოფლის არჩევ ყოველთვის დედოფლის მხარეზე ვდგევართ და ამიტომაც მივიღე დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არაჩვეულებრივი ამ შემთხვევაში იყო აი არაჩვეულებრივი ან დედა ან და არავინ მახლდა აი კარგად მახსოვს რომ ეს დამოუკიდებლად მინდოდა რომ ზუსტად ეს გადაწყვეტილება მიმართო აი ჩვენ აი ხო ვიწყებთ აი რაღაცა კაბა გავისიჯეთ თქვა 10 კაბა ხო იქიდან მივედით რაღაცა მომენტალურად გამოვიწყეთ არც მასალა არც ფერი არც ფორმა არ არის თქვენი დავედით თქვა 3 კაბა იმას კიდევ ვიწყებთ თავიდან აი მოდი რომელი და აი ხმის უპირატესობით მოდი გადავწყვიტოთ რა თქმა უნდა თქვენი ასარჩევია და თქვენი გადასაწყვეტია აი ის ხივი უნდა იყოს თვალებში და რა თქმა უნდა, ღიმილი უნდა ახლდეს ამ ყველაფერს. თამარ, სანამ გადაცემას დავასრულებთ, მინდა პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ. მე ვიქნები ამ შემთხვევაში მოდელი და მინდა მაყურებელს ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება კაბამ ერთდროულად კარგად და ცუდად წარმოაჩინოს გოგონას სხეულიც, მისი ნაკვთებიც და ასე შემდეგ. ამიტომ მოვიგოთ. და როგორ ყველა კაბაში ეხლა თლად ვერ ისაუბრთ ამ სილამაზეს ვერაფერს ვერ უზავთ, მაგრამ თქვენ თვითონ ნახავთ ყველა ფაქტურაში როგორ სხვადასხვანაირი იქნებით. კი ბატონო. თუმცა ვარცხნილობის დრო არ აგვაქვს, მაგრამ მაინც შევეცდებით რაღაც ისე წამიერად. ავიწიწიოთ და მაინც ვიცი რომ გაშლითმებზე ნაკლებად გადაიღებ კაბის სურათებს, კაბებს. კი ბატონო, ამას ეხლა ჩავატაროთ ეს ექსპერიმენტი, რომ ხო იცი გაგონილს ნანახის ჯობსო და ასე რომ რა ვიცი, ვინც დაგვიჯერებს და ვინც გაითვალისწინებს იმ რჩევებს, რაც ჩვენ დღეს შევეცადეთ, მოკლედ თუმცა არც ისე მოკლედ არ გამოგვივიდა, მაგრამ ეს ისეთი თემა ამოუწურავი, გაითვალისწინებენ, ისინი დარჩებიან მოგებულები, მე მგონი. ნამდვილად. უღრმესი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ, რომ მოგვეცა აი ამდენი საუბრის დრო, რომ დაგვითმეთ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ და დიდი სიამოვნებით ყოველთვის. როგორც გითხარით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ახლა მე მოვირგებ რამდენიმე კაბას, რომლის მაგალითზეც უფრო თვალსაჩინო იქნება თქვენთვის აღიქვათ, თუ როგორი და რა სტილის კაბა გამოაჩენს თქვენს სხეულს კარგად და როგორი ცუდად. ამიტომ ნახოთ, დავიწყოთ. ეს არის პირველი კაბა, რომელიც მე პირადად ვთვლი, რომ არ მიხდება. მეტ ნაკლებად. მოდი მაყურებელს უფრო დეტალურად ავუხსნათ, რატომ? სულ არ უხდებაო, ვერ არ ვიტყვით, ნამდვილად ფერიც უდავოდ ანუ კარგია. უბრალოდ რაღაცა ჭრილი არსებობს დეტალები, რაც გონია რომ თქვენი ახლა იმიტომ არა რომ ეს თქვენ ახართ, არის ტიპაჟი, საქორწილო ტიპაჟს ვეძახი და მათ შორის ძალიან ბევრი პრაქტიკა გქონდა, იმიტომ ძალიან ხშირად იყავით ჩვენს გადაღებებზე და ჩვენ ღონისძიებებზე თაკო და არიან ტიპაჟები, რომელსაც მეტ ნაკლებად უხდებათ. ანუ არ არის რადიკალურად, რომ აი რადიკალურად არ უხდება. ეს ის შემთხვევა, რომ ცუდად არა გაქვს. რა აი ის რომ აი ბურო დაბურძგლავს ხოლმე? ის არ არის. ის არ არის. ხო, ცუდი არ არის. სხვა შემთხვევაში გამოსავალი რო არ იყოს, თქვა შეიძლებოდა. მაგრამ ვიღაცას უფრო მეტად უხდება ტიპაჟს თქვათ ვიდრე. ახლა ნახოთ კიდევ განსხვავებული. 1 2 და ამი, ვაუ!
ეს კაბა გულწრფელად ბევრად მომწონს ვიდრე წინა ვარიანტი. კი ბატონო, რა თქმა უნდა ეს სამკაულები არა. რა თქმა უნდა. ხო, არც ესე ჩამოყიდებული, თუ მაინდა-მაინც გავუკეთებთ რაღაცას, მას პადგურნის კაციეცებები მაინც ემოთ. და ნუ ოქროსფერი არა. გიხდება ეს. ხო, იმიტომ რომ ბეჭების წყობა ისედაც კარგი იდეალური გაქვს, რომ ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი არც კვეთა გავაკეთოთ ბეჭის და კლავიც დამაგულია. ხო, არა, ამაზე არ ვიტყოდი, რომ გიხდება, მაგრამ მე ვიცი შეთვის მაინც შენი კაბა იყო იდეალური. მაგრამ იმასა და ამას შორის თვითონაც ხო ნახე, აბსოლუტური სხვაობაა იმასა და ამას შორის. თამარ, მოდი აქვე უცებ გავამახვილოთ ყურადღება ფატაზე. ამ კაბებს, ასეთ გაშლილ კაბებს, ძირითადად ხანდახან ამბობენ ხოლმე, რომ გრძელი ფატა მინდაო და ამ შემთხვევაში ცოტა დისკომფორტია, იმიტომ რომ ამ კაბას ეხლა არ ეთყობა, აქვს უზარმაზარი შლეიფი, ძალიან ლამაზია სურათებში და იმალება. ამიტომ სტანდარტული ფატებს ვურჩევთ ხოლმე ამაზე და რაც შეეხება ვიწრო კაბებს, ეხლა მესამე ვიწრო კაბაა და იქ მისაღებია ის გრძელი ფატა, იმიტომ რომ ძალიან უხდება ეგრეთ წოდებულ ქალთევზას კაბას. ჩვენ ახლა ჩავიცმეთ, თლად ქალთევზა არ არის, მაგრამ ისეთი კონსერვატული სილუეტია მაინც. მომწონს. უდაოდ მომწონს და დარწმუნებულია რომ მაყურებლისთვისაც უფრო კარგად ახსაქმელია უკვე ეს ყველაფერი. და ეს ის არის რაც მოდაშია სისადავე. ის მაყურებელი, რომელიც უფრო მეტად ყურადღებას აქცევს ტენდენციებს და იმას თუ რა არის მოდაში, შეუძლია რომ ეს მოდელი თავისუფლად აირჩიოს. და მსგავსი მოდელები კიდევ ბევრი გვაქვს. კი ბატონო. შემდეგი. და. აი ეს არის კაბა, რომელზეც ჩვენ საუბრისას უკვე აღვნიშნეთ. კაბა არა, მაგალითი იმისა, რომ პატარძალს შეიძლება საერთოდ არ სურდეს მოისინჯოს კონკრეტული კაბა, თუმცა თქვენი რჩევით აღმოჩნდეს ისე, რომ თურმე ძალიანაც უხდება. ხო. ფეხის ბაკუნისო, არ მინდა. აუ, არა, როგორი ძახტი, აი საშინელება ვიქნები და არც ისე კი, ნამდვილად გულწრფელად აღნიშნა, სულ სხვა მოლოდინი მქონდა, თუმცა სულ სხვა რაღაც აღმოჩნდა რეალობა და არ შემიძლია არ აღნიშნო ის, რომ ნამდვილად უნდა ენდოთ პროფესიონალებს და შესაძლოა არჩევანი ამაზე არ შეაჩეროთ, მაგრამ მოირგოთ და დარწმუნდათ იმაში, რომ ისინი ცუდს არაფერს გირჩევენ. თამარ, რა შეგვიძლია ვთქვათ ამ კაბაზე? აი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგია, ხო? ხო თვითონვე დარწმუნდი. და სხვა შორის თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს იმაზე მეტად ვიდრე მეგონა, რომ გეგონა, ხო? და ის ქონდა საერთოდ პროტესტი ქონდა, რომ არა. აი ეს არის ის კაბა, რომელსაც გეუბნები, სადაც სარჩული არ არის. ანუ ეს გადმოსცემს თითქოს შიშველ სხეულზე გაცვია კაბა და ფაქტურა სხვაობას აძლევს და არის ძალიან. და რატომ არის ძალიან კომფორტული, ყველა შიგნით მასალა რაც გაცვია, ყველა მიყვება ტანს. დაჯდომის დროს იწევა ისე როგორც საჭიროა და ამიტომ ამ ქსოვილებს უკვე ეს არ ახლავს და ნახეთ შეგვიძლია ურჩიოთ გოგონებს რომ აი განსხვავებული ცოტა ტონის შენატანი როდესაც მაქმანიან კაბას იცმევენ არ უნდა კონდეს ამაზე რეაქცია პირიქით თავისუფლად იმიტომ რომ მაქმანის ხარისხი არ იკარგება და თან ძალიან დიდად საინცანოა ეს წვეთის ეფექტი წელი და სხვათა შორის აუცილებლად მინდა აღვნიშნო ისიც რომ რადგან ძალიან მომდგარია კაბატანზე მეგონა რომ ფიგურას პირიქით ცუდად გაუსვამ და ხას ნუ ჩემ შემთხვევაში თუმცა შეგვიძლია ჩვენ სხვანაირი ქალთევზა ჩაგაცვათ ახლა და იქ ცუდად გაუსვავს ხას თქვენს აი ახლა კარგად და ლამაზად გამოჩენილ აი ამასაც აქვს ძალიან ბევრი მიმართულება. მოდი მაშინ ერთი კიდევ მოვისინჯოთ მიუხედავად იმისა, რომ მაგას ვერ ვიზავ ახლა, მეცოდები მაგისტრის, მაგრამ მაგისტრის არსებობს ანი, როდესაც შეხედავს გოგონა, ზუსტად იცის რა უნდა შესთავაზოს. კი ბატონო. და რადგან ვარცხნილობაზეც ვისაუბრეთ ჩვენ, მოდი ახლა თმას გავიშლი და ნახოთ რამდენად შეუძლიათ მასაც და ზოგადად ვარცხნილობას რომ შეცვალოს სრული ვიზუალი. კი, დავამატებ ახლა ჩვენ რო ქონოდა ამის დრო და ესა აბსოლუტურად ყველა კაბა რას თქვენ მოირგეთ, ყველა კაბას ჭირდება სხვადასხვა ვარცხნილობა. აწეული, მაგრამ აბსოლუტურად ყველა სხვადასხვა და კიდევ უფრო სხვანაირი იქნებოდა ერთი მთლიანობა. კი ბატონო, მოდი მაშინ გავიშალოთ და ვნახოთ გაშლილი ვარიანტიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში სულ სხვა მოლოდინი გქონდა, ეს ვარიანტიც არ არის ცუდი, არა, არ არის ნამდვილად ცუდი, უბრალოდ ის უფრო დიდებულია.
კი, აი ზუსტად ეს მინდა აღვნიშნო, რომ ახლა მე ვფიქრობ, რომ არ არის ისეთი დახვეწილი და სრულყოფილი, როგორიც დედოფალს შეეფერება, რომ უნდა იყოს. ასე რაღაც საღამოზე, დაბადების დღეზე, შეხვედრაზე დიდი სიამოვნებით მსგავსი რაღაც კლასიკური სტილის სამოსით და მსგავსი ვარცხნილობით წარდგებოდი, თუმცა როგორც დედოფალი ამ ვარცხნილობას ნამდვილად არ შევარჩევდი. ხო, მაინც სხვა, ხო? თუ გაითვალისწინებენ დედოფლები, თვითონ იქნებიან მოგებული და ბოლოს ის რაც გეცვათ თქვენ. კი, ამას აუცილებლად ხაზს გავუსვამ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ იმედი დავიტოვოთ, რომ მაყურებლისთვის უფრო მარტივი გახდება ამ იერიდან საქორწილო კაბის შერჩევა და ხო, საკუთარ მაგალითზე შემიძლია ერთი ვთქვა, რომ აუცილებლად მოусმინეთ იმ რჩევას, რომელსაც პროფესიონალი გაძლევთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ამაში არასდროს შეცდებით, განსაკუთრებით მარიგოლდში. ქორწილი ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებულად უნდა გრძნობდეთ თავს. იყოთ ძალიან ბედნიერები და ყველაზე ტკბილ მოგონებად დაგრჩეთ ეს დღე. შესაბამისად, შეარჩიეთ ის კაბა, რომელშიც თავად იგრძნობთ თავს თავდაჯერებულად და იქნებით ძალიან ბედნიერები. მე ჩემ კაბაში ვგრძნობდი თავს ასე და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რამდენიმე კაბა მოვირგე, ის ერთადერთი მაინც ერთადერთია. დროებით წარმატებული და მშვიდობიანი დღე.